ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია 1000 გვერდიანი დოკუმენტის ხელმოწერიდან მისი ვალდებულებების შესრულებამდე. მე მოულოცავ საქართველოს მოსახლეობას, მთელ ჩვენ ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს, გზა, რომელიც ქვეყანამ ამ ხელშეკრულების პირობებით უნდა გაიაროს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით. რას მიიღებს ქვეყანა ვილნიუსის სამიტის შემდეგ? ექსპერტები და პოლიტიკოსები არგუმენტების სტუდიაში. ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია, რას ნიშნავს დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ნაბიჯი ევროპისკენ თუ ევროპის გზაზე ქვეყნის ბუნდოვანი პერსპექტივა. რას მივიღებთ და რა უნდა დავთმოთ დასავლეთის სანაცვლოდ? დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიღებენ. საღამომშვიდობისა, ეს არის არგუმენტები. მე კი ნინო თოლორდავა ვარ. საღამომშვიდობისა, კიდევ ერთხელ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ სტუდიაში დღეს გაიმართება დისკუსია. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ასევე ნიკა ჩიტიძე, პოლიტოლოგი და ნიკა ლალიაშვილი, ექსპერტი. დისკუსიაში ასევე ჩაერთვება ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ასევე დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი. ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია და არ ვიქნები ორიგინალური და გკითხავთ, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის, რა სარგებელს მიიღებს ამისგან საქართველო და ეს არის თუ არა მართლაც ნაბიჯი ევროპისკენ? ბატონ ნიკა. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მოწვევისათვის. მოგახსენებთ თქვენის დებართვით, რომ რა თქმა უნდა, გახლავთ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ის ანიჭებს პასუხისმგებლობას საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, რათა საქართველომ განახორციელოს რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით, სამართლებრივი მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივია, აქ აშკარად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის, თქვათ, წევრი 6 სახელმწიფოდან ყველაზე გამოკვეთილი პოზიცია გააჩნიათ საქართველოსა და მოლდოვას, იმიტომ რომ სომხეთმა მოგახსენებათ, რუსეთის ზეწოლის გამო უარი განაცხადა ხელშეკრულების პარაფირებაზე, იგივე გააკეთა აზერბაიჯანს, ამას ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია. უკრაინა, რომელიც დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, რუსეთზე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე უკრაინამაც, ვთქვათ, ოფიციალურმა კიევმა უარი განაცხადა, უკვე ხელი მოეწერა ასოცირებულ ხელშეკრულებისთვის. რო არაფერი თქვა ბელარუსი, ამიტომაც ბუნებრივია ამ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ საქართველოს სურს, რომ მან იაროს ევროპის მიმართულებით, მოხდეს საქართველოს მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც შეეხება ამ შემთხვევაში იმ ბენეფიტებს, იმ შეღავათებს, იმ დადებითს, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან. გაიზრდება, თქვათ, ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირთან. მინდა მოგახსენოთ, რომ ევროკავშირი გახლავთ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ევროკავშირზე მოდის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 26-27%. ყოველწლიურად საქართველოსთან ევროპულ ბაზარზე ხორციელდება 400 მილიონი დოლარის მოცულობის პროდუქციის ექსპორტი. გარდა ამისა, საქართველოს გააჩნია, ესე იგი, შესაბამისი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან მიმართებაში, GSP+ რეჟიმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ევროპულ ბაზარზე გავრცელებულ იქნეს 7200-მდე საქართველოში წარმოებული საქონელი. სხვა ექსპერტების გაანგარიშებით, თუ შემდგომში, თქვა, შეიქმნება იმის წინაპირობა, რომ ამოქმედეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან მიმართებაში, შესაძლებელია საქართველოს ექსპორტის მოცულობა
ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდოს დაახლოებით 12%-ით და ეს გაზრდის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს დაახლოებით 4.3%-ით. კი ბატონო, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ უკვე თავისუფალ სავაჭრო ზოლზე ევროპასთან და შესაძლებლობებზე, თუმცა ბატონი ემზარისგან მაინტერესებს მოვისმინოთ მისი შეფასება, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რა სარგებელს მიიღებს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისგან ბატონო ემზარ, ეკონომიკის კუთხით რა ოდენ მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის და ასევე მაინტერესებს აი საშინაო დავალება, რომელიც საქართველოს უნდა შეასრულოს პარაფირებიდან ხელშეკრულების ხელმოწერამდე, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად გაუადვილდება ქვეყანას ამ ყველაფრის, აი ამ ვალდებულებების შესრულება თქვენი აზრით და რამდენად მივა საქმე პარაფირებიდან ხელმოწერამდე. უბრალოდ სწორი იქნებოდა გქონდათ პარაფირებიდან ხელშეკრულების მოწერამდე და ხელშეკრულების მოწერის შემდგომ. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდებია. თუმცა ახლა მთავარი ამოცანა ალბათ პარაფირებიდან საქმე მივიდეს ხელმოწერამდე. პირველი გენი და პირველი ბენეფიტი რაც ჩვენ გვექნება ეს არის სწორედ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ისტორია ჩვენ გვახსოვს ყველას ჩვენ წინაშე ძალიან წვავად იდგა საკითხი ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლის. პირველი შეღავათ ეს პრეფერენცია რაც მოგვცა ევროპამ GSP პლუსიანს რა ხაზს უსვამდა ჩვენ ვიზდებოდით 3000-ზე მეტი საქონლის შეტანა შეგვეძლო გადასახადის გარეშე და ეგ მინდა განმარტო ორი რამ. სავაჭრო ბარიერი არის ორი, არასაგადასახადო და საგადასახადო. საგადასახადო ბარიერი არის რა ჩვენ ვილაპარაკეთ ეს საბაჟო გადასახადს ვიზახით, არასაბაჟო არასატარიფო ბარიერი ეს არის სხვა დოკუმენტაცია, სერტიფიკატები, ხარისხის შეფუთვის თუ სხვა რამ, რომელიც უფრო მძლავრი არის როგორც ბარიერი, თუმცა შეიძლება პირდაპირ ფულს არ ეხდიდეთ ამაში. აქედან გამომდინარე ევროპამ ნახა როცა ჩვენ მოგვცა ეს დერეფანი პირველი პრეფერენციის დიდად ვერ გამოვიყენეთ, აი სწორედ არასატარიფო ბარიერის გამო. მერე მოგვცა მეორე გაფართოებული დერეფანი და ამაშიც თავი მაინც და მაინც არ გამოგვიჩენია და სწორედ დაიწყო ფიქრი მერე არასატარიფო ბარიერის ჩართვისაც ამ სისტემაში. რას ნიშნავს ახლა ჩვენებურად ეს? არასატარიფო ბარიერი ეს არის სტანდარტის პრობლემა, სტანდარტიზაციის სურსათის უნებლობის პრობლემა, ხარისხის შეფუთვის და ამავდროულად. ჩვენ როცა ლაპარაკობთ ბენეფიტებზე, პირველი ბენეფიტი არის ის, რომ ჩვენი საქონელი დაემგვანება ევროპულ საქონელს. ამაში პლუსიც არის და მინუსიც. ალბათ ამაზეც ვილაპარაკებთ. დამგვანებას დაჭირდება 7-10 წელიო დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ადაპტირდეს ქართული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე. ძალიან შორი პერსპექტივაა მართლაც არა ვარ განწყობილი. მეორე ოპტიმისტური პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ? კი, ნამდვილად ნელ-ნელა გავაკეთოთ ერთად. პირველი ბენეფიტი იქნება, რომ ჩვენი პროდუქცია ბევრად ხარისხიანი და თქვა დაცული იქნება მომხმარებლების ინტერესები, პესტიციდები, სოფლის მეურნეობაში იქ ორგანული ნაწილი დააშენა. მეორე იქნება მითი დამსხვრეული, შემთხვევით ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ქვია მითი რუსეთის ბაზრის შესახებ. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარი საკმაოდ დიდია. 150 მილიონი ბაზარი არ უნდა მას ეკონომიკით ცოდნა, ამიტომ ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან ყიფე არის სერიოზულად, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი იქნება, რომ რუსეთის ბაზრის მითი მოკვდება, იქნება უფრო ალტერნატიული მყარი ბაზარი, აი დერეფანში, პრეფერენციების დერეფანში ჩვენ მაინც მივაღწიეთ, მესამედი ჩვენი საგარეო ბრუნვის მაინც ევროპაზე მოდის და ახლა ყველაზე საბოლოო ფინალური ეტაპი იწყება. როდესაც ერთდროულად ბიზნესმენს შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანია გადაადგილება ვიზის გარეშე რომ ნახოს რა არის ევროპა და მეორე მხრივ მას არ ექნება არასატარიფო ბარიერი. ეს ყველაფერი ერთად იმ სტრუქტურულ რეფორმებთან რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს, ეს არის მათი მთავარი მოთხოვნა, იქნება საწინდარო ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ეკონომიკას ურთიერთობა იქნება მყარ პარტნიორთან, რომელიც იქნება ბაზისი მის საგარეო ურთიერთობაზე. მე შეგიძლიათ აზიაზეც გავაფართოვდეს ნაწილი თქვა შაგერ არაბულ სამყაროზე, რუსეთზეც ვილაპარაკოთ, ოღონდ როცა მყარი ბაზა გაქვთ თქვენ, ამ შემთხვევაში ევროპის სახით 500 მილიონზე მეტი ბაზარი და მომხმარების დონე არის, ან ზოგადად ამას ქვია საერთო მოთხოვნილების დონე არის საკმაოდ მაღალი, ეს იქნება ყველაფერთვის გადამწყვეტი. ამიტომ მე ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე გენი იქნება ის, რომ ინვესტორი, რომელსაც ესმის ეს სიტუაცია, რომ საქართველოს არის ესეთ მომგებიან სიტუაციაში, მას უწევს
ყველა მხრივ რეფორმირება თავისი ბაზის. შემოვა უცხოური ინვესტიციები. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ნიკა. აქ საუბარი იყო ეკონომიკურ ბენეფიტზე, რასაც ქვეყანა მიიღებს. მაინტერესებს თქვენგან, როგორ ფიქრობთ, რა იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნისთვის მომგებიანი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, აი პოლიტიკურ ჭრილში რო განვიხილოთ უფრო, რას მიიღებს ქვეყანა ამისგან? უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ წამგებიანი იქნება, რა თქმა უნდა, რადგანაც ამ მხრივ რისკები, გამოწვევები, წნეხი გაიზრდება ბევრად. ჩვენი მხრიდან განკლავების პერკეტები არ გაიზრდება. თვალსაზრისით გაიზრდება რუსეთის საფრთხეზე საუბრობთ ბატონო ნიკა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უმთავრესად სწორედ ეს სახელმწიფო, რომელსაც არ სურს მის გარშემო ეხილოს. კი ბატონო, რუსეთის ფაქტორზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ შემდეგ. ეხლა აი უფრო უსაფრთხოებაზე მეკითხებით, ეს არის ფაქტორი. კი ბატონო. ანუ ხა სხვა სახელმწიფოსგან ჩემი აზრით იმედია ჩვენზე ზეწოლა და წნეხი არ გაიზრდება. რაც შეეხება თვითონ ეკონომიკის თემას, უბრალოდ მინდა ამ საკითხსაც ალბათ მიუბრუნდებით დეტალებს, არა? მე არ ვფიქრობ ასე ერთ მნიშვნელოვნად, რომ თქვათ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ურთულესი, კი ბატონო, თქვათ მივახციეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის, როგორც დღეს მოდაშია თქვა, ფორმირებას, მაგრამ ჩვენ ვიცოდეთ ბატონო მიზანო ძალიან სწორად თქვა, რომ ეს სივრცე არის ძალიან მკაცრად სტრუქტურირებული და რეგლამენტირებული და მოიცავს უამრავ, ასე ვთქვათ, სტანდარტს, რომელთა დაკმაყოფილებას ძალიან რთული იქნება და მე ვფიქრობ, რომ თუ კი აქამდე ვერ ვახერხებდით ჩვენ 400 მილიონზე ზემოთ ვერ ავედით, ვერ გამოვიყენეთ ვერ GSP+-ი და ამ შემდეგ რაც ასე ბატონო ემზალმა ახსენა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სტანდარტების ასე ვთქვათ მიახლოება და მორგება ევროპულ ძალიან რთულ სტანდარტებზე იქნება ჩემი აზრით ხანგრძლივი პროცესი. მე კიდევ უფრო პესიმისტურად ვუყურებ ვიდრე ჩვენი ეკონომიკის მინისტრი. მე არ ამგონია რომ მაგალითად ხვალ რომ ჩვენ დავიწყოთ ყველაფერს თავი განავ მაგალითად რძის პროდუქტების სტანდარტიზაცია ის ფიტოსანიტარული, სანიტარული თუ სუსტაცუნებლობის მოთხოვნები რაც არის ევროკავშირში იქნება დაუძლეველი პრობლემა ჩვენი ფერმერებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას რომ ის რასაც მაგალითად ყოველი ქართული სოფელში თითქმის ყველა ოჯახი რითიც ირჩენს და ყველის წარმოება პრაქტიკულად უნდა მოსპოთ და გადავიტანოთ ის მსხვილი კომპანიების ხელში, რომელიც დაიცავენ სტანდარტებს და ევროპული ბაზარი, ქართული სანტე და გლეხი ყოველს ვერ გააკეთებს, ყოველთვის ვერ გაიტანს თუ გააკეთებს, ვერსაც ვერ გააკეთებს. მოკლედ ეს ძალიან რთული საკითხია. ბატონო ემზალე ფეროთურ კომპეტენტურია ჩემს ზემს იმედია რომ ამ თემაზე დეტალებში ვილობთ, რომ ხალხს გონია რომ აი ჩვენ დღეიდან უკვე მორჩაში. ჩვენ გაგვეხსნა ასეთ ბაზარი და ზეციდან წამოს ნიკერსების წვიმა. ასე არ არის. ჩვენ კიდე ერთხელ აი სწორედ უსაფრთხოებას თქვენ უსაფრთხოებით დაიწყეთ შეკითხვა. ჩვენ ძალიან არ დაუშვათ ის შეცდომები, რასაც აქამდე წინა ხელისუფლებები ყოველთვის უშვებდნენ. ეს არის გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა საზოგადოებაში. ამას ყალს უსხავდნენ ყოველთვის ექსპერტებიც, თქვათ ის ადამიანები შეხედული ამ სფეროში. ასე იყო ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც და შემდეგ მივიღეთ იმედგაცრუება და ცივი შხაპი, ასე ხდება ეხლაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია სულ სხვა არის და პარაფირება სულ სხვა რამ გახლავთ. ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემთხვევაშიც კი ეს არ ნიშნავს გაწევრიანებას. ისე როგორც მაგალითად სამხრეთ აფრიკა, რომელსაც რატიფიცირებული აქვს, არ არის ევროკავშირზე, არც გამოთქვას რანაირ სრულს ევროკავშირის წევრობაზე. რა სირია, ან მაგალითად ჩილი, ან მაგალითად ტუნისი, ან მაროკო, არა? რატიფიკაციაც კი არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. და პარაფირება ეს საერთოდ გახლავთ ძალიან დიპლომატიაში ძალიან ჩვეულებრივი რამ, ეს გახლავთ ხელშეკრულების ყველა გვერდზე ინიციალების დასმა ნიშნად იმისა, რომ ურთულესი მართლაც ხანგრძლივი პროცესი დიპლომატიაში. კი, იურისპრუდენციაში. ეს რაც ნიშნავს იმას, რომ რთული პროცესი აი ამ დოკუმენტის ფორმირების და დასრულდა. დოკუმენტი მიიღო საბოლოო სახე. აი ამას ვადასტურებთ ჩვენ ინიციალებით. აი ეს არის მოდით მოვისმინოთ როგორია მართლმორწმუნე პარტიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, ყველაფერი კარგია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფრის
გადაჭარბებული ჰიპერბოლიზაცია გასაგებია. მოდით მოვისმინოთ, რას ფიქრობთ ამაზე მართვალი პარტია, ჩავთოთ ჩვენ საუბარში ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ზვიადი. საღამომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად უსმენთ საუბარს, ჩემი სტუდიის სტუმრებთან ერთად ვსაუბრობდით ჩვენ სწორედ პარაფირებაზე, ხელშეკრულების და იყო აქ საუბარი რომ გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შეექმნას საზოგადოებასო. მოდით თქვენც მოკლედ გითხარით, რას ველოდებით ჩვენ ამ ხელშეკრულებისგან და ასევე ვალდებულებებზე მინდა კითხოთ. რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება? აქ საუბარი იყო სამხედრო მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან, რომ საქართველოს ევროგაერთიანებასთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში. ეს მაინტერესებს, თუმცა მანამდე მოდით გითხარით, რამდენად გადაჭარბებულია მოლოდინი ამ ხელშეკრულების პარაფირებას. არ ყოფილა საუბარი საბედნიეროდ. უპირველესად მივესალმები თქვენი სტუდიის სტუმრებს, მაგრამ კი ბატონო, ეკონომიკურ მოგებაზე მოდით შემდეგ ვისაუბროთ, ბენეფიტზე, რომელსაც საქართველოს მიიღებს, მოდით ჯერ ვისაუბროთ, რამდენად გადაჭარბებულია და რას ველოდებით ამ ხელშეკრულებისგან და ასევე ვალდებულებებზე, რომელიც ჩადებულია ამ დოკუმენტში, რომ საქართველოს მივიდეს პარაფირებიდან ხელმოწერამდე. რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს ჩვენმა ქვეყანამ და სამხედრო ნაწილია აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე ძალიან კარგად ისაუბრა სხვათა შორის ბატონმა ემზარმა ჯგერენაიამ, რომელმაც ძალიან კომპეტენტურად გაუსვა ხაზი იმ ძირითად მოტივებს, თუ რას უნდა ველოდოთ ჩვენ ეკონომიკის თვალსაზრისით ამ ხელშეკრულებიდან. ხაზი გაუსვა მან ხარისხის კონტროლის, ასე ვთქვათ, სისტემის მოწესრიგებას, რომელიც პრაქტიკულად მოშლილია ბოლო თითქმის 10 წელიწადია საქართველოში. საერთოდ სურსათის უნებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია, რას ვჭამთ და რას ვიღებთ დღემდე საკვებს, საერთოდ წარმოუდგენელია, არ ვიცით ჩვენ ფიზიკურად რითი ვიკვებებით. ეს სისტემაც ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად მოსპო და გაანადგურა. ეს იყო ცდარი ნეოლიბერტანიალური მიდგომა ეკონომიკისადმი, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენი მხრიდან გარდა პოლიტიკური ნაბიჯებისა, ეკონომიკური თვალსაზრისით საერთოდ მოუმზადებელი მიგვიყვანა ამ ხელშეკრულების პარაფირებამდე. ამას გეუბნებით პირდაპირ და გადაჭრით. არსებობს მთელი რიგი ბენეფიტების, რომელსაც ქვეყანას მოუტანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. და მე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ჩემი ნიკა ვალიაშვილის ასეთ მზარდ პესიმიზმს, მან პესიმიზმში გიორგი კვირიკაშვილსაც კი გასწრო, რომლის პოზიციაც სხვათა შორის მე მიმაჩნია კრიტიკის საგნად, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვჭირდება ასეთი მიდგომა დღეს, მით უმეტეს მთავრობის არც ერთ წარმომადგენლისგან პირიქით ჩვენ ვჭირდება მობილიზაცია მთელი ქვეყნის, მთელი ეკონომიკის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, რომ ვიყოთ ღირსები იმ დიდი ნდობისა, რომელსაც ევროკავშირი ბატონ ზვიად, მაპატიეთ, ჩაგეკითხებით აქვე, თქვენ საუბრობთ, რომ ჩვენ საქართველოში არ ვიცით რა პროდუქტს ვყიდულობთ, თქვენ ბრძანეთ. ბატონმა კვირიკაშვილმა დღეს ახსენა, რომ ქართული პროდუქტის ადაპტირება ევროპულ ბაზართან ეს საკმაოდ რთული პროცესია და ამას დაჭირდება 7-10 წელი. ანუ სკეპტიციზმს თუ იზიარებთ ამ თვალსაზრისით თქვენ, თუკი ჩვენ არ ვიცით რა პროდუქტს ვყიდულობთ საქართველოში. მართალი მაგრამ ეს არის პესიმისტური, ასე ვთქვათ, მიდგომა საკითხისადმი და მე არ ვიზიარებ სწორედ პესიმისტურ მიდგომას. ჩვენ რაც აქამდე არ გაკეთებულა, ის ალბათ უნდა გავაკეთოთ ძალიან დაჩქარებული ტემპით. სწორედ ამას გულისხმობდი, რომ პარაფირებისთვის წინა ხელისუფლების დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით მოუმზადებლები მოვედით, თუნდაც აი ძირითადი ამოცანების გათვალისწინებით, რაც შეეხება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის როგორც ხარისხს, ასევე სასუსათო პროდუქციის ხარისხს, მათ უნებლობას, სტანდარტიზაციას, თქვენ იცით, რომ სტანდარტიზაციის სისტემა საერთოდ მოშლილია საქართველოში, საერთოდ პრაქტიკულად არ არსებობს სისტემა. აი ამას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ამ დღის მდგომარეობასთან ჩვენ მოვედით მოუმზადებლები სამწუხაროდ. მაგრამ პესიმისტურად ვისაუბროთ იმაზე, რომ ამას ბევრი წელი დაჭირდება, ეს ჩემთვის პირადად არის მიუღებელი. პირიქით, ჩვენ უჭირდება აბსოლუტური მობილიზება ყველა ძალის, რომ გავაკეთოთ ერთ დღეში ის, რაც არ გაკეთებულა უშუალოდ თვეების განმავლობაში. კარგით, აი ვალდებულებებზე ვისაუბროთ მაშინ. რა უნდა შეასრულოს საქართველოს იმისთვის, რომ პარაფირება მივიდეს ხელშეკრულების ხელმოწერამდე? აქ საუბარი იყო სამხედრო წვლილზე. ხვალ მოეწერება ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი მოაწერს ხელს
ამ შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც გულისხმობს კრიზისის ერთობლივ მართვას, ჩარჩო ხელშეკრულებას. აი, მიცით რა, საინტერესოა რას გულისხმობს კრიზისის მართვა. ეს არის საუბარი საპოლიციო ძალებზე, საჯარისო ნაწილებზე, რა მხარდაჭერა უნდა, ანუ რა მხარდაჭერას ელოდება ევროგაერთიანება საქართველოსგან, ანუ რა მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ასე ვთქვათ. ჩვენ დღემდეც ჩართული ვართ ასეთ ოპერაციებში, ნატოს პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ძალიან ბევრი მონაწილე ქვეყანა, თქვენ იცით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კარგულად არის ასევე, რა თქმა უნდა, ნატოს მონაწილე ქვეყანა, განსაკუთრებულად იმ ფუნქციებისგან განსხვავებული რაღაცა არაფერი განსაკუთრებული ჩვენ არ დაგვეკისრება, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის მონაწილე ქვეყნებთან ერთად იმ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნები. დოკუმენტი აუცილებლად გამოქვეყნდება იმის შემდეგ, რაც იქნება ხელმოწერილი. ანუ არანაირ განსაკუთრებულ ვალდებულებებზე საუბარი არ არის ბატონო ზვიად. 1000 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც წესით და რიგით ითვლებოდა საიდუმლო დოკუმენტად, რამდენიმე დღეში საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იქნება ატვირთული ამის შესახებ ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას ევროკავშირთან და პრაქტიკულად იგი არ იქნება გასაიდუმლოებული დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითვალისწინებდა წინასწარი შეთანხმება. კარგით, გასაგებია და აი რო დავაზუსტო, ანუ ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებაში არის ამასთან დაკავშირებით, არის გაზვიადებული თუ ეს მართლაც რეალური ნაბიჯია ევროპისკენ. ბატონ ზვიად, ამას როგორ აფასებთ? მოკლედ გითხარით და შემდეგ იცით რა, ყველა кейსი არის სხვადასხვანაირი. ეხლა რო ავიღოთ რეალურად მართლა იგივე თურქეთის მაგალითი, რომელიც 63 წლიდან, 1963 წლიდან არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მაგრამ დღემდე ევროკავშირის წევრობამდე ვერ მიაღწია. სრულად განსხვავებული შემთხვევაა საქართველოსგან და საქართველოს მაგალითისგან. ჩვენზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ჩვენ ევროინტეგრაციაზე სრულფასოვან სვლას. ამიტომ მე არ შევადარებდი საქართველოს მაგალითს თურქეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითს, თუნდაც ისეთი ქვეყნების, რომელიც პრინციპულად და გეოფიზიკურადაც თუნდაც არ შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ევროკავშირის შემადგენლობაში. დიდწილად შტეფან ფულემაც განაცხადა სხვათა შორის, თუ არ ვცდები უკვე 3 დღის წინ, რომ რაც უფრო მოინდომებთ, მით უფრო ახლოს იქნება თქვენთვის ევროკავშირი და ეს უნდა გავიგოთ პირდაპირ გაგებით. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საქართველოსზე, ჩვენს ქვეყანაზე, თუ რამდენად სწრაფად ვივლით ევროინტეგრაციის გზაზე. ის რომ სექტემბერში ევროკავშირის მხრიდანაც მოეწერება ხელი დოკუმენტს და იგი ხელმოწერილი იქნება უკვე, ანუ რატიფიცირებული იქნება, ამაში მე პირადად ეჭვი არ მეპარება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვამბობდა, არაპირულად და ყველა მეთანხმება ალბათ სტუდიაში მყოფი და პრაქტიკულად საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი არსებობს, მათ შორის პოლიტიკურ წრეებშიც, რომ ჩვენ ნამდვილად სერიოზული წელი გველოდება მომავალ სექტემბრამდე, დიდი გამოწვევების წელი გველოდება, მაგრამ ჩვენ არაფერს არ შეუშინდებით და მზად ვართ, რომ ყველამ არ არის ლიტონური სიტყვები, ხელჩაკიდებული ვიაროთ ამ დოკუმენტის რატიფიცირებამდე. დიდი მადლობა. გასაგებია ბატონ ზვიად, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში, ასევე რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება უმცირესობის ერთ-ერთი წევრი დავით არჩიაშვილი, თუმცა მანამდე ბატონო ემზარ. დოკუმენტში 59 მუხლის არ არსებობა მთავარი საკითხი, რაზეც აპელირებს ოპოზიცია. ანუ პუნქტი, სადაც ნახსენები უნდა იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის მოთხოვნის სურვილი. ანუ ამ დოკუმენტში, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, არ არის ნახსენები ევროკავშირის ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას აძლევს ბლოკში შესვლის მოთხოვნის უფლებას. ანუ რას ნიშნავს ეს, რასთან გვაქვს საქმე და ამ ყოველფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვიყოთ ისეთი ოპტიმიზმით ახსავს როგორც ვთქვა. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ამ წუთას და და ბაგონბადონიკამ სადაც დაიწყო იქიდან გავაგზავნე. აუცილებლად ეს დეფინიციის განმარტება არის აუცილებელი. ესე იგი ასოცირება თვითონ ნიშნავს ჩვენი საკანონმდებლო ნაწილის, სტანდარტების ნაწილის, ეკონომიკური რეგულირების ნაწილის და რეგულაციის ნაწილის ჰარმონიზაცია და მორჭა. დიახ. ეს ნუ დავაფიქსიროთ. ევროკავშირის წევრობა, როგორც ბაზრის განუყოფელი ნაწილის, კიდე განსხვავებულია. კი ბატონო, ეს გავმიჯნოთ. მოდი, აი 59 რომ ისაუბროთ, რაზეც საუბრობს ოპოზიცია, რომ ადრინდელ დოკუმენტში იყო გაწერილი ეს 59 პუნქტი არსებობდა. ესმის.
ის რაც თავისთავად ცხადია, იმის მუხლად ჩაწერას იურიდიულად აზრი არ აქვს. თქვენ თუ იქნებით მზად, სრულყოფილად, საკანონმდებლო კუთხით, რეგულაციების კუთხით, თქვენ უკვე ევროკავშირში შესვლა შეგიძლიათ. ეს არის აპრიორი იმისი, რომ ჩვენ დავწეროთ, რომ ყველა ადამიანს ჰაერით ჩასმოთქვის უფლება აქვს. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვიჯნოთ დეფინიცია ასოცირება, ნიშნავს ჰარმონიზებას და აღიარებას იმ პრინციპების, თუნდაც ეკონომიკის მართვაში, თუნდაც მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლაში, ბაზრის თავისუფლებაში, რაც ევროპაში მიღებულია, ეს არის მთავარი, ხოლო ევროპის ბაზრად გახდომა კიდე მეორე ნაწილია. თურქეთთან შედარება რატო არ არის უადგილა? ჩავიხედავთ ნახავთ, რომ თურქეთის წევრობა არ აწყობს თვით თურქეთს ჯერ, ეს ერთი, არ აწყობს იქ საფრანგეთს, გერმანიას და ამავდროულად. არავის არ აწყობს თურქეთს ფანტასტიკურად უჭირავს ეს ადგილი, ის არის დოტაციური მეურნეობის ბიზნესის მქონე ადამიანი. ქვეყანა ამ დოტაციებით თუმცა საქართველოს წევრობაც არ აწყობს რუსეთს, რომელსაც სერიოზული გავლენები აქვს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებზე. თურქეთი დღემდე აუფასურებს თავის ლირას, მათ შორის ჩვენს გვაზიანებს საკმაოდ სერიოზულად, იმიტომ რომ მესამედი ევროპის დონის პარტნიორია საგარეო ვაჭრობაში, ეს არის ომი საქართველოს წინააღმდეგაც, იმიტომ რომ იმპორტით გვახსოვს. აქედან გამომდინარე, თურქეთი ჯერ თვითონ არ აწყობს წევრობა. რას ნიშნავს წევრობა და ის სტანდარტები ბატონო ნიკამ რო თქვა. ასოცირება დავაფიქსიროთ, ეგ არის ჰარმონიზება ბევრ საკითხებში, წევრობა უკვე კონკრეტული მოთხოვნა. თუ საქართველოს ბაზარი იქნება ევროპის ბაზრის ნაწილი. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, ამ საკითხს პოლონეთში ვსწავლობდი, პოლონეთის გზა არის ძალიან საინტერესო. ქრიავი, რომელსაც თქვენ ჭოპორში მოიყვანთ, 6 სანტიმეტრს პლუს მინუს 10% უნდა იყოს ზომით. თუ ამაზე მეტი ან ნაკლები იქნება, თქვენ ის არ უნდა მოკრიფოთ, უნდა დაალპეს იმ ხეზე და იმ ხის ქვეშ და სამაგიეროდ ევროკავშირი მიიღებს მოგცემ თქვენ დოტაციას. აი ეს არის ევროკავშირის სტანდარტები. ასევე ჭოპორტის პომიდორი, გუდის ყველი არ იქნება სერტიფიცირებული, აქედან გეუბნებით, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა მიკრობების არსებობა იმათ მიერ მიუღებელია. აი ეს არის უშუალოდ ევროკავშირის სტანდარტი, მაგრამ მეორე მხრიდან ხალხო ჩვენ სერიოზულ ბენეფიტებზე არ გულაპარაკია. ევროკავშირის აქვს უამრავი პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ეს საკმაოდ სერიოზული ნაწილია ტექნოპარკების ხელშეწყობის, ამას დააფინანსებენ. ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქართველოს იქამდე უპასუხებლო ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს მივიყვანოთ პირველი საკანონმდებლო ნაწილში, რეგულაციების ნაწილში, ბიზნეს მართვის ნაწილში, პოლიტიკურზე არ ვეხება. კი ბატონო. ამის მერე აუცილებლად დადგება საკითხი წევრობის, მაგრამ ერთ რამეზეა ლაპარაკი, რომ რაც უფრო ჩქარა ვიქნებით ჩვენ მზად, მით უფრო სწრაფად განვაცხადებთ პრეტენზიას. ვადის თქმა, მე მგონი ამ ეტაპზე არის. დიდი მადლობა, მოდით საუბარში. კი ბატონო. 5 წელი საქართველოს ყოფნის დისკუსიაში ჩავრთოთ ქუთაისი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით არჩიაშვილია ხაზზე. ბატონ დავით. საღამოშვიდობისა. მოგესალმებით ბატონ დავით, საუბრობდით აქ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე და 59 მუხლს შეეხებოდა ჩემი შეკითხვა. მაინტერესებს აი ოპოზიცია სწორედ ბევრ საუბრობს და აპელირებს ამ საკითხთან დაკავშირებით 59 მუხლი არ არის გათვალისწინებული პარაფირების ხელშეკრულებაშიო, პუნქტი, სადაც ასახულია, ანუ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას აძლევს საშუალებას ეს პუნქტი სწორედ ბლოკში შესვლის მოთხოვნა დააფიქსიროს და ეს არ არის ასახული დოკუმენტის აი ამ ნაწილში, ამ პარაფირების ხელშეკრულებაში. რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით, რატომ არ არის განსაზღვრული ეს პუნქტი ამ დოკუმენტში და რას მიიღებს ქვეყანა? მოდით, მოკლედ გითხარით. დღევანდელი ხელმოწერისგან. ციტრა მე მგონი ყველასათვის, ვინც მეტნაკლებად დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, უნდა იყოს მნიშვნელოვანი დღე. როდესაც საქართველოს იწყებს ძალიან ინტენსიურად თავისი კანონმდებლობის, თავისი ადმინისტრირების პრაქტიკის, თავისი ინსტიტუტების, თავისი პოლიტიკის ჰარმონიზაციას თავისუფალი დემოკრატიული 28 ქვეყნის კანონმდებლობასთან. იმიტომ რომ მარტო იზოლირებულად 21 საუკუნეში ადამიანი ვერ გაძლებს არათუ ქვეყანა. ვიღაცასთან ერთად უნდა იყოს, რაღაცა წრის წევრი უნდა იყოს და საქართველოს მიეცა ამის შანსი. და ამის არ დანახვა არ შეიძლება. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ გადაჭარბება არ გვინდა და ასე შემდეგ,
მე მგონია რომ ნებისმიერი საზოგადოების პროგრესი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ოპტიმისტური არის ეს საზოგადოება და დიახაც ოპტიმიზმის ნიადაგს იძლევა დღევანდელი დღე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის უზარმაზარი შრომა, რომელიც წინ გვაქვს ჯერ კიდევ და რაც შეეხება თქვენს კითხვას 59 მუხლზე, ეს არ იყო ამ ხელშეკრულების ფუნქცია. სასურველი იქნებოდა ალბათ მეტი ძალისხმევა ჩვენი მხრიდანაც, რომ თქვათ მეტი თქმული იყო პრეამბულაში საქართველოს ევროპულ ბუნებაზე, ხასიათზე და მისწრაფებებზე, მაგრამ ესეც არ არის ტრაგედია, ეს ყველაფერი გასაკეთებელია მომავალში. ასოცირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და პარაფირება თავისთავად ამ ასოცირების პირველი ნაბიჯია. აი ეს დაახლოებით 1 წელი თუ რამდენიმე თვე, რომელიც გასავლელი იქნება ხელმოწერამდე და რატიფიკაციამდე. საუკეთესო შემთხვევაში ეს არის რამოდენიმე თვე, მაგრამ სავარაუდოდ წელიწადი მაინც დაახლოებით უნდა ამას. აი რას გავაკეთებთ? როგორ მოვიქცევით? რა დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთის მიმართ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრის ჭრილში თუ სოციალურ, კულტურული თუ რელიგიური თუ რაც გნებავთ, რამდენად ტოლერანტული იქნება ქვეყანა. თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, ახლა პარალელურად იქ გარდა პარაფირებისა და დიდი შეხვედრებისა, რასაც ადგილი აქვს და ხვალაც ექნება, იყო უამრავი სხვა ძალიან საინტერესო ფორუმი, შეხვედრა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ბიზნეს წრეების მონაწილეობით. მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მთლიანად ეს აღმოსავლური ინიციატივა ევროკავშირისა, რასაც მოყვა ჩვენი ასოცირების შეთანხმების დაწყება, ხო? არის პოლონელების და შვედების ინიციატივით გაკეთებული, რა თქმა უნდა, ბოლოს ბრიუსელის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია და ამიტომ პოლონელები რას იტყვიან, ყურად უნდა ვიღოთ ხოლმე და აი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, დაანებეთ თავი კავკასიური სტილის შურისძიებებს პოლიტიკური ნიშნით და მიხედეთ რეფორმების გაგრძელებას. აი თუ ამას მოვახერხებთ, არავისთვის ნიშნის მოგება არ მინდა, ხო? მაშინ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ ცივილიზებულ ერთად თანამეგობრობაში ვიყოთ. თუ არა, ყოველთვის ვიქნებით რუსეთის ხელის შემკული. კარგი, ბატონ დავით, რუსეთის ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი წინაღობა საქართველოს დასავლეთთან დაახლოების გზაზე და ამას ბევრი გაცხადება გააკეთდა დღეს ვილნიუსშიც. მაინტერესებს, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად გაუძლებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისგან წამოსულ, ასე ვთქვათ, საფრთხებს და რუსეთის ზეწოლას. მაგალითად, თინა ხიდაშელს აშფოთებს გზა პარაფირებიდან ხელმოწერამდე, რადგან თვლის, რომ მეზობელი სახელმწიფოსაგან პროვოკაციები არის მოსალოდნელი და გარდაუვალი. აკომინაშვილმაც გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, მან თქვა, რომ საქართველოში ერთი წლის განმავლობაში უკრაინის სცენარი განმეორდებაო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლება გაუძლებს რუსეთისგან ზეწოლას? აი რა აძლევს აკომინაშვილს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს? თუ გაძლებას გადაწყვეტს, ნამდვილად დაუდგებით ამაში გვერდში, მაგრამ არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, ეს უნდა ხელისუფლებამ თვითონ დაანახოს, არა მხოლოდ დეკლარაციებით საზოგადოებას, ხო? არის გამძლე თუ არ არის გამძლე. დახმარება დაჭირდება, ნამდვილად უანგაროდ ჩაგთვალონ თავის მოკავშირეებად ამ საქმეში. მაგრამ უბრალოდ პირველი ნაბიჯი იყო გადასადგმელი ჩვენის აზრით, რომ გუშინ წინ პარლამენტში მიგვეღო ისეთი ტექსტი, სადაც შეშფოთება იქნებოდა გამოთქმული რუსეთის მხრიდან ამ პროცესის ჩაშლისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო, მაგრამ არის სურვა უმრავლესობამ, რომ ეს ტექსტში მოხვედრილიყო და ამიტომ ჩვენ უბრალოდ თავი შევიკავეთ დარჩენილი ტექსტის მხარდაჭერისაგან და არა წინააღმდეგი არ წავსულათ. პარალელურად ჩვენი ტექსტი მივიღეთ უმცირესობის სახელით, სადაც უკრაინის მიმართალი სოლიდარობა გამოხატული. მე მიმაჩნია, რომ სწორედ სტრატეგიული ხედვა ამაში გამოიხატება. არა იმაში, რომ ესე იგი ყველაფერი დამალო, მაგრამ ევროპელებისგან მოითხოვო მერე მხარდაჭერა, არამედ შენც თქვა ღიად რა გაწუხებს, რა თქმა უნდა დიპლომატიური ეთიკის ფარგლებში და დიპლომატიური ლექსიკონით და არა თქვათ რაღაცა გულში მჯიღის ცემით. ხო? თორე რა თქმა უნდა რუსეთისგან იქნება მცდელობები. უკრაინა არის ბევრად უფრო დიდი პრობლემა რუსეთისათვის და ევროკავშირ რუსეთის ურთიერთობებში ამ ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ პატარა საქართველო, ამავე დროს ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის მდებარეობის მქონე საქართველო, ასევე არ იქნება მუდმივი ზეწოლის ქვეშ და
აი აქ გჭირდება ჩვენ შინაგანი კონსოლიდაცია, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, შურის მაძიებლურ იმპულსებს, ემოციებს არ გადავაყოლოთ ის ძალა, რომელიც ჩვენ გჭირდება ერთიანობისათვის, რომ გაუძლოთ რუსეთის მხრიდან 1000 გვარ პროვოკაციებს. ეს შეიძლება იყოს ისევ პრობლემების შექმნა ქართული პროდუქციისათვის, ეს შეიძლება იყოს ასევე პრობლემების გაღვივება თვითონ შიგნით ქვეყანაში სხვადასხვა მოტივით, მოსაზრებებით, აი დღეს მთელი დღეა რაღაცა ასე ვთქვათ ისმის შეფასებები, მინარეთი უნდა იდგეს თუ არ იდგეს, აი ესეც არის სწორედ მაპროვოცირებელი თემა, რომელსაც რუსეთი მშვენივრად შეიძლება იყენებდეს. გასაგებია, თქვენ საუბრობთ, რომ საქართველოს არ უნდა აყვეს პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან, თუმცა ხშირად გვესმის ხოლმე თქვენი თანაგუნდელების მხრიდან საკმაოდ ისეთი სკეპტიკური და საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ახალი ხელისუფლებისადმი, რომ მან შეარბილა ტონი რუსეთთან მიმართებაში. ანუ ეს როგორ შეგვიძლია განმეხილოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ყვება პროვოკაციას, რუსულ პროვოკაციას, ეს სწორედ, ანუ დადებით კონტექსტში, პოზიტიურ კონტექსტში შეგვიძლია განმეხილოთ მათი ესეთი პოლიტიკა? პროვოკაცია ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თუ საქართველოს ხელისუფლება ისე ვიმეორებ შურის მაძიებლობით იქნება გატაცებული. ამაზე იყო სწორედ დღეს ვილნიუსში ლაპარაკი. იმიტომ რომ იმ რაც არ უნდა ითქვას, მშვენივრად ხედავენ საერთაშორისო დონეზე და ჩვენც ხედავთ აქ, რომ აი იმ მრავალ სისხლის სამართლებრივ საქმეებში არის პოლიტიკური შემადგენელი და ლაპარაკი იმაზე, რომ თითქოს პოლიტიკისაგან სრულიად გათავისუფლდა ქართული სამართალდამცავი სისტემა არის ძალიან დიდი გადაჭარბება. არის აქ პოლიტიკური შემადგენელი და ეს ძალიან გვიშლის ხელს ევროპასთან ურთიერთობაში, პარაფირებიდან ხელმოწერამდე კიდევ უფრო შეგვიშლის ეს ხელს და ამას გამოიყენებს რუსეთი, ეს ერთი. მეორე, თუ არ მოხდება ჩაცხრობა ამ იგივე რელიგიურ ნიადაგზე ემოციებისა და იმპულსების, ხო? ამასაც გამოიყენებს რუსეთი და ბევრ კიდევ სხვა რამეს, რასაც გააღვივებს თავისი მხრიდან. რუსეთში მშვენივრად არის აწყობილი ქსელი იმისა, თუ როგორ შექმნან გავლენის აგენტები და როგორ ამოქმედონ ისინი იმ ქვეყნებში, სადაც მათ რაღაცა ინტერესი გააჩნიათ. ეს ძველი კგბ-ს მეთოდოლოგია კარგად არის შესწავლილი და სხვათა შორის 2 დღის წინ ტალინში იყო ასევე წინა მოსამზადებელი შეხვედრა ვილნიუსის სამიტისა და იქ ძალიან საინტერესო რუსი ექსპერტი საუბრობდა იმაზე, როგორ მუშაობს ჩვენთვის შეიძლება კარგად ნაცნობი ალექსანდრე კოზაჩოვი, კონსტანტინე კოზაჩოვი ბოდიში ყოფილი ესე ვთქვათ დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოში რუსეთის, რა სტრუქტურებს ქმნის და როგორ მოქმედებს იგი მეზობელ ქვეყნებში და უამრავი კიდევ სხვა რამის გახსენება შეიძლება. ეს პრობლემა არის და მარტო ასე ვთქვათ არ თქმით, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენ გვაშფოთებს დამოკიდებულებები, ხო, ამის არ თქმით, საქმე არ გამოსწორდება. პირიქით ჯობია ამის თქმა, ამაზე განგაში სატეხვა, საკუთარი საზოგადოების კარგად გაცნობიერება და ევროპელი მეგობრების საქმის კურსში ჩაყენება. თუ ეს იქნება გაკეთებული, ბევრად ნაკლები შანსი არის რუსული პროვოკაციების აყოლისათვის და გამოყენებისათვის რუსეთის მხრიდან. კარგი, დიდი მადლობა ბატონ დავით, ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით არჩიაშვილი, რომელიც გვერდებოდა ქუთაისიდან. უხმესი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და სანამ რეკლამაზე გავალთ, მინდა საუბარში კვლავ ჩავრთო ზვიად კვაჭანტირაძე, ბატონ ზვიად, თქვენ უსმენდით ახლა ბატონ დავით არჩიაშვილს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისგან პროვოკაციები არის მოსალოდნელი და მთავარი, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს, ასე ვთქვათ, სწორედ ეს საფრთხეებია რუსეთისგან მომავალი და მან დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შურის მაძიებლური პოლიტიკა, რომელიც აქვს ახალ ხელისუფლებას და ასევე აი პოლიცია გათავისუფლდა პოლიტიკისგანო, ამას საუბრობენ უმრავლესობის წევრები, თუმცა ეს ესე არ არისო, ბატონი დავითი საუბრობს ამაზე. როგორ ფიქრობთ? გაუძლებს ახალი ხელისუფლება რუსეთისაგან მომავალ საფრთხეებს და რამდენად იქნება ეს წინაღობა საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების გზაზე? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზე, მე ვფიქრობ, რომ არ არის მართებული, რომ მაინცე და მაინც ვისაუბროთ რაღაც ძალიან სერიოზულ დრამატული რაღაც სურათი შევქმნათ. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები დღეს ხელში. იმისთვის, რომ საქართველოში მოახდინოს სიტუაციის არევა. საბედნიეროდ ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთს პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში არ აყავს, არ გააჩნია თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ვიწრო წრეებს შედგენილს ყოფილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მეტნაკლებად ღიად და აშკარად ლობირებენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. ზოგადად საზოგადოებრიობაში რუსეთის
შორს პოლიტიკურ გეგმებს დასაყრდენი არ გააჩნია და ეს არის ყველაზე დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც დრამატული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. არ არის ეს სისტემა, რომელზედაც რუსეთი რაღაც გარკვეული დამატებითი ძალების მობილიზებას მოიწადინებს საქართველოს, რომ უარი ათქვევინოს ხელშეკრულების რატიფიცირებას. თუმცა ბატონ ზვიად, ჩვენ მაგალითი გვაქვს, უკრაინის მაგალითი გვაქვს, ბელორუსის მაგალითი გვაქვს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ანუ ხო მაგალითებია. სომხეთის ეკონომიკა თითქმის 100%-ით რუსების ხელშია და ეს ყველამ კარგად იცის და სომხებისთვის ახლა მე არ მინდა რომ შევაფასო მათი გადაწყვეტილება, ისე როგორც არ მინდა შევაფასო არც აზერბაიჯანელების გადაწყვეტილება. რაც შეეხება უკრაინელების გადაწყვეტილებას, ძალიან გულდასაწყვეტია ის რაც მოხდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თემა ისევ დაბრუნდება უკრაინის მთავრობის მაგიდაზე და ისინი აუცილებლად გადახედავენ თავიანთ პოზიციას. ბევრი ვარაუდი და ეჭვი გამოითქვა იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ბოლო დღეებში ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმა, მაგრამ ამის ასე ვთქვათ საჯარო კრიტიკა პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში მართებულად არ მიმაჩნია, ამაზე ისაუბრონ ექსპერტებმა, ამაზე ისაუბრონ ჟურნალისტებმა, ნებისმიერმა სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებმა და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ბატონმა დავითმა მე მადლობას ვუხდი იმას, რომ პირველია მე მგონი, ვინც აღიარა, რომ 59 პუნქტი არც ერთ ეტაპზე ხელშეკრულებაზე მუშაობის ამ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა, ასე რომ ის რომ ერთხელ რადიოსადგურმა გააჟღერა ერთ-ერთმა ამ პუნქტის არსებობის თაობაზე თითქოს და საქართველოსთვის მომზადებულ დოკუმენტში და შემდეგ აიტაცეს თქვენმა კოლეგებმა, ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ და ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ბატონმა დავითმა ახლა საჯაროდ უარყო და მადლობელი ვარ რომ გულწრფელად აღიარა რომ ასეთი პუნქტი არასდროს არ დებულა. ეს იყო ჩვენი სურვილი რომ ასეთი პუნქტი ყოფილიყო ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანშეწონილად არ ჩაითვალა და კიდევ ერთხელ ვეთანხმები იმ გამოხმებას, რომ ამას პრინციპულად ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი დანიშნულება ამ დოკუმენტის, რომელსაც ხელი მოეწერება მომავალი წლის სექტემბერში საბოლოოდ, არის რომ ჩვენ მაქსიმალური ჰარმონიზაცია მოახდინოთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კი ბატონო, თუმცა მინდა დავაზუსტო რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით, ნახიდაშალმა განაცხადა დღეს, რომ ის სწორედ ელოდება პარაფირებინა ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს და ასე ვთქვათ პროვოკაციებს. თქვენ არ ელოდებით, რომ რუსეთს შესაძლოა რუსეთმა შესაძლოა მიმართოს გარკვეულ ზომებს იმისთვის, რომ დობა რა თქმა უნდა 100%-იანი არ შეიძლება რომ არაფერი არ მოხდება, მაგრამ დღეს გაჟღერდა თუ არ ვცდები ბატონმა ზურაბმა გააჟღერა აბაშიძემ რომ კარასის განუცხადებია რომ ჩვენ არანაირი კონტრზომების მიღებას არ ვაპირებთ საქართველოს მისამართით. Რო თქვა ახლა მიამიტურად რომ მოდით ვიმედოვნოთ რომ ასეც იქნება, რა თქმა უნდა ამის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. იმიტომ რომ ამის სერიოზული ბერკეტები რუსეთს არ გააჩნია და ის რაც დაშვებული იქნა 2008 წლის აგვისტოში მე არაერთხელ მithქვამს ეს უპირველესად ჩვენ თავს უნდა მოვკითხოთ რაც მოხდა მე ამით კი არ ვადანაშაულებ საქართველოს ან ჩემ ქვეყანას ომის დაწყებაში მაგრამ ის რომ ჩვენი იმ ძალიან გადამწყვეტ ხელწერტილამდე მივედით მაინც ჯერჯერობით მაინც მოსაკითხი თუ ვინმე არის ჩვენი ყოფილი ხელისუფლება ანუ თქვენებობთ რომ რუსეთისგან არ უნდა ველოდოთ საფრთხეებს და გარკვეულ დაბრკოლებებს. მე ვიმედოვნებ რომ ასეთი საფრთხეები იმიტომ რომ მას არ გააჩნია ბერკეტები. მე ვიმედოვნებ რომ ასეთი საფრთხეების მოლოდინი არ გვექნება და არ უნდა გქონდეს. შესაძლებელია მოხდეს რაღაც თეატრალიზებული ისევე როგორც ხდება ცხინვალის რეგიონში მართულ ხალხების გავლება და ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ და გაგახსენოთ ლიტვის პრეზიდენტის სიტყვები რომელიც მან 2 დღის წინ თქვა, თუ არ ვცდები, რომ ლიტვამ ყველაფერს ამას გაუძლო. გაუძლო მაშინ, როდესაც ლიტვა იყო მარტო, სრულიად მარტო. და დღეს საქართველო არის პრაქტიკულად იგივე მდგომარეობაში და გაცილებით უკეთესად არის
მომზადებული რომ ესეთი წინააღმდეგობები გადალახოს ეკონომიკური თვალსაზრისითაც და საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით. კარგი, ლიტვამ გაუძლო ბატონზია, თუმცა ვერ გაუძლო უკრაინამ, აქედან გამომდინარე ჩდება ეს შეკითხვა. თუ კი მაინც გამოიყენებს რუსეთი, თუ კი მაინც გამოიყენებს რუსეთი, ასე ვთქვათ, ზეწოლას მოახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე. მთავრობას აქვს გარკვეული სტრატეგია? ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის ვიქნებით მზად და უნდა უთხრათ ქართულ საზოგადოებრივობას, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება, საქართველოს ხალხის გადაწყვეტილება, უკვე სხვადასხვა რამდენიმე წლის წინ დაფიქსირებული, თუნდაც რეფერენდუმის გზით, და ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად აღვასრულებთ და ვეცდებით ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და ვეცდებით, რომ გამჭრიახი და სწორი პოლიტიკა გავატაროთ. კარგით, ანუ უკრაინის მაგალითი საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს, ამბობთ. თუ ვლაპარაკობთ იმაზე მოკლევადიან პერსპექტივაში დოკუმენტის რატიფიცირებაზე და შემდეგ ესე იგი უпростоად პარაფირებაზე და შემდეგ საბოლოო რატიფიცირებაზე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენ არანაირი ხელისშემშლელი, ვერანაირი ხელისშეშლა ვერ გვაიძულებს, რომ ვარი ვთქვათ დოკუმენტის ხელმოწერაზე. დიდი მადლობა ბატონ ზვიად, რომ იყავით ჩვენთან ერთად. დაგემშვიდობებით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე. არგუმენტებში კი რეკლამის დროა და სტუდიის სტუმრებთან საუბარს უკვე განვაგრძობთ სწორედ რეკლამის შემდეგ, ასე რომ დაგველოდეთ. არგუმენტები კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს და დისკუსიას ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბატონ ნიკა, ჩვენ საუბრობდით რეკლამამდე სწორედ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველოს ახალი ხელისუფლება გაუძლოს ზეწოლას რუსეთისგან. არაფერი გვისაუბრია, შეძლებს თუ არა დასავლეთი რომ გაუძლოს და წინააღმდეგეს რუსეთის ნებას, რომელსაც არ უნდა რომ საქართველოს იყოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი. მე გუშინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ნატოს შტაბ-ბინაში მქონდა შეხვედრები საკმაოდ ისეთ ნატოს მაღალჩინოსნებთან, სადაც რა თქმა უნდა ჩემი შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და რა თქმა უნდა ძირითადად სწორედ ნატოს წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ასე ვთქვათ საქართველოს ინიციატივაზე, რომ საქართველოს უნდა შეძლოს და უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აქვს აღებული და ასევე მომეჩვენა და ჩემი შტაბ-ბიჭლება ალბათ სუბიექტური ესეთი, რომ დასავლეთი მაინც ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს რუსეთის ფაქტორს. აი ამ ურთიერთობებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, მას ექნება იმის სურვილი, რომ წინააღმდეგეს რუსეთის, ანუ წავიდეს წინააღმდეგ რუსეთის ნებისა? მოგახსენეთ, პირველ რიგში აქ საუბარი იყო საქართველოს და ევროკავშირის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ხო? ამის შესახებ ერთი-ორი სიტყვით მოგახსენეთ თქვენის ნებართვით. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, თუ საქართველოს ითანამშრომლებს ევროკავშირთან, თქვათ კრიზისების დარეგულირებისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში, ვინაიდან და რადგანაც თანდათან იზრდება ევროკავშირის როლი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში, როდესაც 5 წლიდან ევროკავშირი ჩართული არის სამშვიდობო ოპერაციებში ბოსნიაში, მაკედონიაში, ანუ ბალკანის ნახევარკუნძულზე, იგივე დარფურის პროვინცია, აფრიკაში, კონგო. ამიტომაც ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ სამშვიდობო ოპერაციებში, ეს არ გახლავთ, თქვათ, ევროკავშირის ეგეთი წარმოებული ოპერაციები, სამხედრო ოპერაციები. ეს არის სამშვიდობო ოპერაციები, რომელშიც ევროკავშირი ჩართული იყო მას შემდეგ, რაც უკვე თქვათ ხელმოწერილი იქნა შეთანხმება CESTI შეწყვეტის შესახებ. იგივე თქვათ ბოსნიაში მაგალითად ევროკავშირის ძალებმა ჩაანაცვლეს ნატოს ძალები, მას შემდეგ რაც ბოსნიაში უკვე 10 წლის განმავლობაში დასრულებული იყო საომარი მოქმედებები. ამიტომაც აქ თქვათ საფრთხეს ჩვენ ვერ ხედავთ და ამიტომაც თუ იქნება საქართველოს ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, ბუნებრივია თქვათ ეს დადებით ასახავს პოებს საქართველოს ბატონო, რა ჩართვაზე საუბარი, მოდით აი აქ არის საუბარი. განმარტოთ ეს ბატონო, ეს არის აქ არის საუბარი თუნდაც იგივე კრიზისების დარეგულირების პროცესში, იგივე ასე იგი სამაშველო ოპერაციებში ჩართვა, იგივე კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა. აი რა კუთხით უნდა ჩართოს საქართველოს კონფლიქტების მოგვარების? აქ არის საუბარი სწორედ იმაში, რომ მან შეასრულოს თქვა
სამშვიდობო ფუნქცია. თუმცა მანდატი შემდგომში იქნება განსაზღვრული, ხო? აქედან გამომდინარე განისაზღვრება ეს კონკრეტული კონტინგენტი, ანუ თვითონ ვითარებიდან გამომდინარე. ანუ საპოლიციო ძალებზე საუბარი თუ საჯარისო ნაწილებზე? იგივე საპოლიციო ძალებზე შესაძლებელია სამოქალაქო მეთვალყურეებიც იყვნენ ამ შემთხვევაში ჩართულნი, გააჩნია თვითონ კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტულ რეგიონში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოს გამოცდილება ამის გააჩნია 99 წლიდან, როდესაც საქართველოს სამშვიდობო ძალები ჩართულნი იყვნენ სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს ტერიტორიაზე, სულ სადღაც 20 ადამიანი მონაწილეობდა თავიდან ამ პროცესში. დღეს მოგახსენებათ, რომ 1600-ს აღემატება იმ ქართული სამხედროების რიცხვი, რომელიც სახურობენ ავღანეთის ტერიტორიაზე ISAF-ის მისიის ფარგლებში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი სამხედროები მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ ევროკავშირი ძირითადად ამ შემთხვევაში უფრო ჩართული არის სხვადასხვა თქვათ ამ სამშვიდობო ოპერაციებში და ბუნებრივია თქვათ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან, მით უმეტეს, როდესაც უკვე იზრდება ევროკავშირის როლი უსაფრთხოების სფეროში, თუმცა ევროკავშირი არ არის მხოლოდ ის ორგანიზაცია, ეს ეკონომიკური ბლოკი, თუმცა შეკითხვებს ბადებს, რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება, მაშინ როდესაც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართვაზე საუბარი დღეს ამ დრომდე გრძელდება, ღირს თუ არა ეს ყველაფერი და ღირს თუ არა ის მიზანი აი ამ ყველაფრად. კი, მაგრამ ავღანეთის მისიაში ამ შემთხვევაში ეს ISAF-ი არის ჩართული, იგივე თქვა. ბევრად უსაფრთხო, იგივე ISAF-ის მისია ეს ნატოს ეგიდით არ მიმდინარეობს, მაგრამ de facto ფაქტობრივად. კარგით, აი მოკლედ უპასუხეთ ჩემ შეკითხვას, დიახ. ეხლა რაც შეეხება რუსეთს, მე მინდა გითხრათ, რომ წავა ევროკავშირი რუსეთის ნების წინააღმდეგ აი ამას შეეხებოდა ჩემი შეკითხვა. დიახ, კი ბატონო. მოკლედ თუ შეიძლება რომ ბატონი ნიკა ჩართოთ საუბარში. კი ბატონო, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს, რომელიც იღებს ვალდებულებას, ესე იგი ვილნიუსში ხეშკულების პარაფირების შემდგომ, ესე იგი ევროკავშირის წინაშე, რომ მან უნდა, ასე ვთქვათ, უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი სოციალ-ეკონომიკური განვითარება, მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, მან უნდა მოახდინოს საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან და შემდეგ და შემდეგ. თუ საქართველოს ამ ვალდებულებებს აიღებს თავის თავზე, შეასრულებს ის მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროპულ სტრუქტურებს. ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი, ბატონო. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს გაზრდის თვითონ დაინტერესებას ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ამ შემთხვევაში განახორციელოს დიპლომატიური ზეწოლა უკვე რუსეთის ფედერაციას. თუმცა აქ არის ერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებული არის თვითონ კონსენსუსთან ევროკავშირის ფარგლებში. ეს იგივე ნატოსაც ეხება, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ არიან თქვა ევროკავშირის ფარგლებში, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა ამავე დროს გახლავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამიტომაც რიგ შემთხვევაში არიან ქვეყნები, რომლებიც თქვა რუსეთთან შედარებით ლოიალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუნებრივია თუ ესე იგი ევროკავშირმა ნათლად დაინახა, რომ საქართველოს იმ 6 ქვეყანას შორის, რომელიც წარმოადგენილია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ის ასრულებს თავის ვალდებულებას. ის ყველაზე მეტად მიისწრაფის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია ამ შემთხვევაში თვითონ შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ყავდეს ძლიერი მოკავშირე ევროკავშირის სახით, რომელიც ამავე დროს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თქვა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულების პროცესში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იზრდება. პლუს ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი. ახლა არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ ევროკავშირი, ესე იგი, აქტიურად განიხილავს საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. ნუ მანამდე განიხილებოდა თქვა ნაბუქოს პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. ბატონო, რასაუდება ევროკავშირი საქართველოს განმაზების ამიტომაც იმიტომ რომ იცით რა არის, აი მოგახსენებთ ქალბატონინო, რომ ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო დაინტერესებული იქნება, რომ ესე იგი, რომ თუ თქვათ საქართველოს ამ შემთხვევაში წარმოადგენელი იქნება როგორც ენერგომატარებლების, ასე ვთქვათ, სატრანზიტო ქვეყანა, ბუნებრივია, თქვათ, ევროკავშირი დაინტერესებული იქნება საქართველოს სტაბილურობის გამტკიცებით, ბუნებრივია, ევროკავშირი უფრო მეტად იქნება ჩართული კონფლიქტების დარეგულირების და საქართველოს დეოკუპაციის სფეროში. აი ეს არის ბატონო ნიკა, რომ გავაგრძელოთ ეს თემა. არის კი ევროკავშირის ინტერესი ისეთი დიდი, რომ ის წინააღუდგეს რუსეთის ნებას და წავიდეს წინააღმდეგ ძალიან რუსეთის სურვილისა. რამდენჯერმე ეხმეთერ გაძლიერს ვაპარაკოთ, გაუძლებს თუ არა საქართველოს, რას უნდა გაუძლოს საქართველოს ხელისუფლება? ჯერ თქვათ, თუ მოახდინეს ევროკავშირი და რას ნიშნავს რუსეთს აქტუალურად ბერკეტი. აი რუსეთს არა ბერკეტი, ეს ბერკეტის შეიძლება დაიყვანება ერთ საინჟინრო ოცეულზე. დიახ. სადაც ერთ კაცს უჭირავს ხელში ბოძი, მეორე ურტყავს ჩაქურჩს და მესამე ჭიმავს მავთულხლარს. ეს მავთულხლართები როცა უნდათ, სადაც უნდათ, იქ გაიგება. კი ბატონო.
არას ნიშნავს ამას გაუძლებს საქართველოს ხელისუფლება? ეს არის შეკითხვა? ვერ გაუძლებს. არა, მე ამ შემთხვევაში გაუძლებს, მაგრამ მეორე მხრივ სხვა გამოსავალი თუნდაც გაუძლებს ამას საქართველოს ხელისუფლება. კი ბატონო, თუ გნებავთ, მოდით ჯერ საქართველოს ხელისუფლებაზე ვისაუბროთ. კი ბატონო. უნდა გაუძლოს, ეს თქვათ გაუძლო და რა გავჩვენდეთ, მოდი არ უყოთ პროვოკაციას. რა სტრატეგია უნდა გქონდეს? ბატონიკა, რა სტრატეგია უნდა გქონდეს საქართველოს ხელისუფლებას? კი ბატონო. მე გეტყვით, მე ჩემი აზრით, რომ არ დაცმოს ტერიტორია და პარალელურად შეძლოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩემი აზრით ასე ვთქვათ, ევროკავშირში ინტეგრაცია, მოდი ასე ვთქვათ, არავინ საქართველოს არ ეძახის ევროკავშირში. ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის, ეს არის ისეთივე ყადაღებული განცხადება, როგორც ბუხარესტის სამიტის განცხადება, იმის შემდეგი სამიტის განცხადება, რომელიც გაიმეორა ბუხარესტის სამიტის განცხადება და იმის შემდეგ, რომელიც კიდე გაიმეორეს ბუხარესტის სამიტის განცხადებას. ნატოს კარი ღია საქართველოს. მე თვითონ გახდით, ასე ვთქვათ, ჩართული 9 წილად ბედნიერება იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს წინსვლას ნატოსკენ. ასევე ვთქვათ, ბედნიერება ყოფილიყავი იმ პროცესებში უშუალო ჩართული, როდესაც საერთოდ დაიბადა იდეა მართლაც პოლონეთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა შვედეთმა, რომ გამოეყოთ სამეზობლო პოლიტიკიდან ის 6 ფიგურანტი, რომლის გამოგლეჯვაც რუსეთის კლანჭებიდან იყო, ვთქვათ, პერსპექტიული და შესაძლებელი. ევენტუალურად ოდესმე ეს იყო ყველა საინტერესო 6 სახელმწიფოს ჯგუფი. მაშინ მახსოვს სკეპტიციზმი, რომელიც მოდიოდა საფრანგეთისგან და გერმანიისგან. ძალიან დიდი სკეპტიციზმი, პირდაპირ ბრძოლები იყო, სტატიები იყო, მთელი, ასე ვთქვათ, სერიოზული განხილვები იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაშინ მახსოვს ზუსტად საფრანგეთის პოზიციის ინამობდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა, ეს ინიციატივა არის კტრაჩობილი ინიციატივა. დღეს ფაქტია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, თუ არ დამარცხდა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ჩიხში შევიდა უკრაინის შემდეგ. ანუ მოდი ასე ვთქვათ, ამ 6 ქვეყანაში ყველაზე ღირებული ევროკავშირისთვის იყოს უკრაინა. ისევე როგორც რუსეთისთვის იყო უკრაინა. დანარჩენი ქვეყნები, რა თქმა უნდა, დაწყვილების დაქვეითდა და ინტერესი. რა თქმა უნდა, ისედაც ძალიან ტლანქია ევროკავშირი. ევროკავშირი არ არის ერთგვაროვანი, რა ქვია, ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით დამოხტული ორგანიზაცია. ეს არის ძალიან რთული კავშირი, აბსოლუტურად სხვადასხვა რუსეთის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე სახელმწიფოებისა. რომლებიც თავის პოლიტიკის ფორმირებას ეს მყისიერად, იმპულსურად არ ახდენენ. და ყოველთვის ტლანქი იყო და ეხლა სწორედ აი ეს 59 მუხთან დაკავშირებით ეს შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ეს იმას კი არნიშნავს საქართველოს დელეგაციას უნდოდა და ვერ შეძლეს ამ მუხლისი გასახვა. ეს უბრალოდ ევროკავშირმა დაამუხრუჭა ეს ყველაფერი და ამოწია ასე ვთქვათ ხელის მოხრუჭი. აქ სულ სხვა პროცესები იწყება, მას შემდეგ რაც უკრაინა ვერ მოინადირა უკრაინა ევროკავშირმა. საქართველოს ევროკავშირისთვის საინტერესო იქნებოდა რა თქმა უნდა ისე როგორც ნატოსთვის. მე გაგახსენებთ თქვენ შავი ზღვის ინიციატივას ნატოს, სადაც უკრაინასთან უნდა დაწყვილებული იყო საქართველოს. საქართველოს საინტერესოა მხოლოდ რაღაც წყვილში. ამ შემთხვევაში საქართველოს უკრაინის წყვილ და მოლდოვა ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. სამწუხაროდ ევროკავშირმა კი დადო მართლაც საპირწონედ ძალიან სერიოზული რამ, ეს იყო თქვა 15 მილიარდის შეთავაზება, მაგრამ ნუ ეთყობა ეს არ აღმოჩნდა, მე ვერ გეტყვით ახლა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება რას ეყრდნობოდა, იყო იქ შანტაჟი თუ არ იყო, ეს ჩემი საქმე, ჩემი გასარჩევი არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თუ იმას შევძლებთ, რომ ჩვენზეც დაიდოს რაღაც საპირწონე, მართლა დაიდოს, ეს არ იყოს ფოჩიანი კამპანი, როგორც იანუკოვიჩმა თქვა რა, ჩამოკიდებული ფოჩიანი კამპანი, რამდენსაც უახლოვდები, ნატოს კარი ღია საქართველოს, მეტი კონტროლი უნდა, კაია თქვენ ნატოში ვერ იყავით, უნდა ზუსტად დაგესვათ ეს შეკითხვა. შეგიძლიათ ჩამომიწეროთ, ბატონო, ეთქო, ძალიან მაღალ შინებში ვხვდი. აი, რამდენი პუნქტისგან რა უნდა ქნა საქართველოს, რომ ყველაფერს დაუწეროთ თქვენ ესე, ასე ვთქვათ, ხუთიანი და ის მე იცით რა პასუხები იყო საკმაოდ ზოგადი არ არის ამაზე პასუხი და შეუქცევადი პროცესი დემოკრატიისკენ წინსვლაში და ეს არის მომდინარეობს ამ შეკითხვას სწორი ანუ მართებულია შეკითხვა რაც მეტად მიუახლოვდებით პარადოქსულია ჩვენი მოწყვლადობა იზრდება რაც უფრო მეტად უახლოვდებით ნატოში ვერ შევდივართ ჩვენი მოწყვლადობა ფიზიკურად იზრდება რაც მეტად უახლოვდებით ევროკავშირს დარწმუნებული ვარ ის ერთი ოცეული მესანგრეების საინჟინრო ჯარების გადმოვა კიდე ჩაარჩევს ბოძებს და გაუძლებს საქართველოს ხელისუფლებას აი ესე ვილაპარაკეთ კი ბატონო თქვენ სკეპტიციზმის გათვალისწინებით ანუ შეკითხვა რო დაგისვათ იმის რომ 6 სანტიმეტრის სიმის და 2 სანტიმეტრის დიამეტრის ქლიავს ჭოპორტში მე დარწმუნებული ვარ 6 წელიწადში ეს ქლევი არ გაიზრდება იქ იმიტომ რომ სასუქი რომელთაც ეს ქლევი უნდა გაიზარდოს რომ მიიღოს ISO სერტიფიკატი არ უნდა შემოდიოდეს მაშინ თურქეთიდან უნდა შემოდიოდეს ევროკავშირის ქვეყნები რომელიც ასევე ISO სერტიფიცირებული და ამ ქლევის ფასი იქნება ისეთი რომ ამ ქლევს საქართველოს ვერავინ ვერ იყიდის თუ ეს ასე იქნება ანუ
თუაზე დავდებთ, მარტივ ენაზე თუ დავიყვანთ ყველაფერს და თუ გამოწვევას დავარქმევთ იმას, რომ მართლა ბოძებს დაარჭევენ და გადმოვლენ და გაძლებას დავარქვით იმას და ის კი რომ ჩვენ შეშფოთებას გამოთქვათ და ასე შემდეგ. თუ ამას ყველაფერს დავარქვით თავის სახელს, მაშინ უნდა ავწონოთ რამდენს დადებს ჩვენ 15 მილიარდ დოლარს დადებენ ჩვენ საპირწონედ? მაშინ შეიძლება ღირდეს ეს ყველაფერი ბოძების გადმოწევად. არ ვიცი ეგეც არ ვიცი. ეს უნდა გადაწყვეტოს საქართველოს ხელისუფლება. თქვენი სკეპტიციზმიდან გამომდინარე მე დაგისვათ შეკითხვა ევროკავშირი რასიზმს. კლადაზე შავფედერში არ დავხატ. უბრალოდ თუ წავადქო, ამიტომ ამ შეკითხვით გადავაბატონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულებაში რაც არის და მე ვფიქრობ უკვე რაც გვიჭირავს ხელში, ეს არის ჩემი აზრით წეგან საუბრობდი სარეკლამო ჭრის დროს, ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ეს ხელშეკრულება აძლევს ჩვენ სტუდენტებს მიიღონ განათლება ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში. გაიზრდება მათთვის კვოტები, გაიზრდება დაფინანსება. აი ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება საქართველოში, განათლების დონე გაიზრდება საქართველოში და ის ჩვენ აქამდე საუბრობთ რაზე, პოლიტიკურ ფაქტორზე, ვილაპარაკეთ, ეკონომიკურ ფაქტორზე, ვილაპარაკეთ, მესამე ფაქტორი დაგვეცდო ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით ყველაზე მთავარი. ეს არის კულტურული ფაქტორი. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ მხრივ ასევე მთლად ჰარმონიაში ჯერჯერობით როგორც მოვუყურებ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ასე ვთქვათ მოდი დავარქვათ კულტურული მატრიცა არ არის ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებთან. ისე რომ არ ამგონია რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა მე გულისხმობ თუნდაც ჩვენს ძირითად ფუნდამენტურ იდენტობებს, ვთქვათ რელიგიურ იდენტობას, სექსუალურ იდენტობას, ეთნიკურ იდენტობას და კულტურას გულისხმობ. ანუ აქ არ ვიცი რამდენად არ არის მომწიფებული მენტალურად საზოგადოება თქვენი აზრით? იმისთვის რომ იყოს ეს კარგია. მე არ ვიცი კარგია თუ ცუდია. ჩვენ ეს არის ჩვენი ვექტორი, ეს გვინდა ჩვენ არ ვიცი. საზოგადოებას უნდა ეს ძალიან რთული პლასტები ეს არ არის მარტივი საკითხი, ისე რომ კიდე გეუბნებით ერთ-ერთი პოზიტივი, რასაც რეალურად ხედავ და ხელშესახები ეს არის განათლება. თუ განათლება იქნება ევროპული, მაშინ შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს. მოდით რომ ამოვწუროთ რუსეთის ფაქტორი, შემდეგ გავიდეთ რეკლამაზე და კვლავ მერე დავუბრუნდეთ სტუდიაში და ვისაუბროთ უკვე ანუ სხვა ჭრილში განმიხილოთ დღევანდელი დღე. მინდა ბატონო ემზარ, თქვენ დაგვისვათ ესეც შეკითხვა, ანუ რაზეც ვსაუბრობდით ბატონ ნიკასთან, უბრალოდ მან საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ყველაფრისადმი და აქედან გამომდინარე აზრი დაკარგოთ ჩემ შეკითხვამ, რამდენად არის ნება ესეთი ევროკავშირის რომ თუნდაც წავიდეს წინააღმდეგ რუსეთის წინააღმდეგობისა, რადგან რუსეთს არ უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროპისკენ სვლა. ანუ ევროკავშირს აქვს ის ასე ვთქვათ ინიციატივა და ის სურვილი რომ წავიდეს წინააღმდეგ ამ ყველაფრისა, რუსეთს დაუპირისპირდეს საქართველოს გამო. ევროკავშირი წინააღმდეგი მიდის და იმიტომ გიჭერთ თქვენ მხარს. ევროკავშირი და რუსეთი განუწყვეტლი პერმანენტულ ომში არიან. რუსეთი დღემდე თხოვლობს, რომ იქ ადგილზე მისი ენერგორესურსების განაწილების ბიზნესი ჩააყოფინონ ფეხი და არ აკეთებენ ამას. ამას ყველაფერს საქართველოს გამოაკეთებს ბატონო. ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთის ნაკადი მესამე გააკეთოს და უკვე იუგოსლავიის დედაქალაქში გასაცავი ააშენოს, იქიდან შევიდეს იმ ბაზარზე, მაგრამ ომი ევროკავშირსა და რუსეთს შორის არის სამკვდრო სასიცოცხლო, საკმაოდ სერიოზული. დამჯერეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ომის ნაწილი ვართ. ისინი ესეთ ომს სხვადასხვა სტრუქტურული მიმართულებებით ახორციელებენ და მათ შორის ერთ-ერთი არის, თქვათ, ქვეყნების მოზიდვა, ანუ რუსეთის პროტექტორატიდან ამ ქვეყნების გადაყვანა. მე მაგალითად არა ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ მგონია, რომ რაც ესე თქვათ ჩაფლავდა უკრაინის და ეს ეკონომიკის გამო ჩაფლავდა საკითხი, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული ექსპორტი აქვს უკრაინას რუსეთში, საკმაოდ სერიოზული ციფრებია წარმოდგენილი, მით უფრო საქართველოს საკითხი აქტუალური გახდება. ევროპაც დაფიქრდება ამაზე. იგივე ქალბატონ მერკელის განცხადება ბოლო დღევანდელი ეს საკმაოდ დიდი განჯის საგანი იქნება ეს ევროპაში. შეიძლება საქართველოს მიმართ მიდგომები. პირველი რაზეა ლაპარაკი? ჩვენ არ გვდაპარაკია ევროინტეგრაციის ფასზე. ეკონომიკურ ფასზე ვლაპარაკობ სულთან. უკაცრავად რა დაჯდება ევროინტეგრაცია? ეს არ გვიანგარიში არავის. ამას საკმაოდ სერიოზული ფინანსები უნდა. ის რომ თავრობის სტრუქტურული რეფორმა უნდა დაიწყოს. ის რომ ჩვენ დღესვე ჩვენ თვითონ შიგნით ეკონომიკაში გვაქვს პრობლემები. საქართველოს აქვს ამის ფინანსები ბატონო ემზარ. მაგამდე მინდა მივიდე. ის რომ ჩვენ უნდა ანტიმონოპოლურ სიტუაციაში ბაზარი გამტირთოთ, ბიზნესი გავანთავისუფლოთ,
კადრები შევქნათ, მუშახელი, მილიონის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს სასწრაფოდ, ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით ნათელი რეგოს. 2007 წელს ჰქონდა კოსმიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 17%. ძირითადი მდგენელი ამ 17%-ზე იყო გარე ინვესტიცია. FDI. FDI იყო რეკორდული 2 მილიარდზე მეტი. ერთი პატარა მილიარდით მეტი FDI-ის მოტანა საქართველოს ეკონომიკა ეს უზარმა გიგანტური ნაბიჯებით წავიდა წინ. ანუ ჩვენ ძალიან პატარა სენსიტიური გზნობიარი ბაზარი ვარ კაცრავად და ეს ელემენტარული თქვა ევროპისთვის მილიარდიანი ინვესტიციაც კი გადაარჩენს საქართველოს. ამიტომ ევროპამ უნდა თქვას რა უჯდება საქართველოს ამ რეფორმების განხორციელება. დავიწყოთ სათითაოდ მათგანის გაშიფრვა. სათითაოდ. არ გავშიფროთ ახლა მარტო ერთ პატარა მაგალითს მოვიღო. მე ხარ ვაპირებ ლექციის საკითხოს ძალიან მიყვარს ეს თემა, მაგრამ არ ვაპირებ. თქვენ რო შექმნათ სტანდარტი, რის გარეშე ევროპაში არ გაგიშვებენ. თქვენ უნდა შექმნათ ტექნიკური პირობა. და თითოეული ტექნიკური პირობის შექმნას 10 და 100,000-ობით ლარი ჭირდება. ესეთი არის აი ასეთი წიგნი. თქვენ წარმოგიდგენიათ, აი მის გაკეთებას რამდენი ფული ჭირდება. ჩვენ მე მაქვს იმედი, რომ ამ წლის მომავალ წლის ბიუჯეტში 11 მილიონი ლარი მაინც დაიდება, რომ დავიწყოთ ეს პროცესი. აი ასე რომ ჩამოთვალოთ ამის გაგრძელება არ ვარ. ჩვენ საკმაოდ დიდი თანხა გვიჯდება ევროინტეგრაცია. კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვიშოვოთ მარტო ეს ფული, თუ ევროპა გადადებს რაღაც თანხას. აი სწორედ მე ვფიქრობ, ამ ნაწილში ევროპა ხო ძალიან აქტიური იქნება. ევროინტეგრაცია ჯდება საკმაოდ დიდი ფული. ეს ამაში ევროპამ ლომიწილი უნდა მიიღოს ეს ერთი და მეორე. მეორე კუთხითაც ევროპამ უნდა რეორგანიზაციაში, აი რეკონსტრუქციის ეკონომიკის რეკონსტრუქციაშიც ასევე სერიოზული როლი. დიდი მადლობა. შემაჯამებელი ნაწილით დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ, ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ვართ კვლავ. და არგუმენტები რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობ საუბარს ჩემს სტუმრებთან ერთად ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ბატონ ნიკა, უკრაინის შეჩერებული ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, ხელმოწერაზე უარის თქმა, ასევე აზერბაიჯანის მაგალითი პოზიცია სომხეთის, ბელორუსის, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველო მაგივრად ესეთი ძალიან შორსმყოფი ევროკავშირისა და ამ გაერთიანების, რომელიც პრინციპში ბევრისთვის დღეს არის, აი თუ როგორც ბატონ ნიკასთვის მაგალითად ესეთი მიუღწევადი, აღმოჩნდეს ევრაზიულ გაერთიანებაში, რაზეც საუბარი არის და არის მინიშნებები და კავშირი, რომელიც სულ მალე შესაძლოა რომ შეიქმნას. როგორ ფიქრობთ და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამის წინააღმდეგ, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს ამის სურვილი? სკეპტიციზმიდან გამომდინარე კვლავ. კი ბატონო, მოგახსენებთ, საქართველოს გააჩნია თავისი საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, მას გააჩნია საკუთარი არჩევანი, აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ეს ეხება მაგალითად ნატოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო და უკრაინა მიიწრაფოდნენ ნატოს წევრობისკენ, შემდგომში უკრაინაში იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ პერიოდში უკრაინამ უარი განაცხადა, რომ ყოფილიყო რომელიმე სამხედრო პოლიტიკური ბლოკის წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან ნატომ თანამშრომლობა შეაჩერა. პირიქით, ეს თანამშრომლობა გრძელდება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ყოველწლიურად, ყოველ წლის დასაწყისში. ბატონო, მოსახლეობის განწყობაზე გეკითხებით, აი როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მოსახლეობის განწყობაზე? სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას, აი მინდა ასევე შეგახსენოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც მას სოციალურ გვერდზე დაწერა Facebook-ში, ვილნიუსი პარაფირება ასოცირება აღმოსავლეთ პარტნიორობა არც ერთი სახსნა განმარტება არ ხდება და ამავე დროს გვპირდებიან დიდ წარმატებას და ზრდიან მოლოდინსო, საკმაოდ ისეთი პესიმისტური შინაარსის განცხადება იყო. აი, აქედან გამომდინარე რომ ვისაუბროთ საზოგადოების განწყობიდან. დიახ, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის რომ მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ, რომ მოსახლეობა ელემენტარულად იცოდეს, თქვათ, როდის მოეწერა ხელი რომის ხელშეკრულებას, რომელი მთავარი სტრუქტურებია
თქვა ევროკავშირში, რომ ეს არის თქვა ევროპული საბჭო, ეს არის თქვა ევროპარლამენტი, რომ ეს არის თქვა მინისტრთა საბჭო და ამ შემდეგ, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ აი საქართველოს მაგალითად იგივე უკრაინასთან მიმართებაში რა უპირატესობა გააჩნია, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ანუ დაახლოებით 2/3 და ამის საფუძველს იძლევა ის სოციოლოგიური კვლევები, რომელიც ჩატარებული იქნა როგორც ქართული, ასე უცხოური საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და კვლევით ინსტიტუტების მიერ, ესე იგი გვაძლევს საფუძველს განაცხადოთ, რომ მოსახლეობის ესე იგი 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც არის მნიშვნელოვანი. უკრაინაში სხვათა შორის გაცილებით უფრო ძლიერი არის რუსული ლობი. ამას განაპირობა სხვათა შორის უკრაინის აქციები იმართება, კი ბატონო, მაგრამ მეორე მხრივ უბრალოდ არ ჩადან ის ადამიანები, ანუ მთელი აღმოსავლეთ უკრაინა, მათ შორის იგივე სამრეწველო რეგიონი, დონბასი, მაგალითად, იგივე ყირიმის ნახევარკუნძული, ამ რეგიონში, უკრაინის ამ რეგიონში მოსახლეობა არის პრორუსულად განწყობილი. იგივე ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, მაგალითად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკრაინული ენაც კი არ იცის და სალაპარაკო ენა გახლავთ რუსული. ამიტომაც ამ შემთხვევაში რუსეთს გააჩნია, თქვათ, აღნიშნული ბერკეტები, ისევე როგორც ენერგობერკეტები უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინა დაახლოებით 80% დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ აირზე. საქართველოს მოგესწრება 2006 წელს რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება მნიშვნელოვან წილად შეასუსტა, როდესაც უკვე შახტენიძის პროექტი ამოქმედა. სომხეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებული, ესე იგი რუსეთზე, რაც შეეხება აზერბაიჯანს იმედი აქვს, რომ თქვათ რუსეთი დაეხმარება ამ ქვეყანას, თქვათ მთლიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, ნუ ბელარუსი რუსეთის ტრადიციული მოკავშირეა. ამიტომაც ამ შემთხვევაში, ესე იგი შეიძლება რა თქმა უნდა სამწუხაროა ის, რომ არ შეიქმნა პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ კონკრეტულმა ქვეყანამ, აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში უკრაინამ, ხელი არ მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი პრეცედენტი არ შეიქმნა, მაგრამ მეორე მხრივ, ესე იგი ევროკავშირი ნათლად ხედავს, რომ საქართველოს რეალურად სურს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოლდოვასთან ერთად, მაგრამ ბუნებრივი ამ შემთხვევაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების თავარი ვალდებულება, რომ ამ შემთხვევაში განავითაროს უზრუნველყოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი სოციალ-ეკონომიკური განვითარება, არ უნდა იხედებოდეს წარსულში და პირიქით ყოველთვის უნდა იხედებოდეს მომავლის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია პირიქით, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის ფოკუსირება უფრო მოხდეს, თქვა, საქართველოზე, იგივე ბელარუსის ან სომხეთის ნაცვლად, იმიტომ რომ ჩაითვლება, რომ ეს ქვეყნები არიან, თქვა, პრორუსულად ორიენტირებული ქვეყნები, ისინი შედიან, ესე იგი, ევრაზიულ კავშირში, ამიტომაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ევროკავშირი, არა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში შემოვალ 6 ქვეყანას, არამედ, თქვა, იმ 2 ქვეყანას, თქვა, საქართველოს და მოლდოვას, რომელსაც მაგრამ საქართველოს საზოგადოებაზე ძალიან ბევრი დამოკიდებული. მარტო იმის თქმა, რომ ევროკავშირი არის კარგი, ეს კი ბატონო, მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემის აზრით, საქართველოს ხელისუფლება, ქართული საზოგადოება უნდა იზიარებდეს იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, დაკავშირებულია, ესე იგი, ტოლერანტობასთან, დაკავშირებულია სიტყვის, გამოხატვის აზრის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი, დიდი მადლობა ბატონო ნიკა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების სურვილი დღეს რომ გახდეს ნატოს წევრი, ისეთივე მყარია, როგორიც ეს იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტამდე? ანუ შეიცვალა საზოგადოების განწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ განწყობა შეიცვალა უარესობისკენ. და სწორედ რითიც დავიწყეთ ჩვენ საუბარი და წეგანას შეკითხვას თქვენ დაუსვით ნიკას, ამის პასუხად მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია გადაჭარბებულმა მოლოდინებმა. ჩვენ უქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს საზოგადოებას, ჩვენ გულისხმობთ ჩვენ თავსაც პოლიტიკოსებსაც, ექსპერტებსაც, ვინც ამაზე ხომაღლა არ ლაპარაკობს. ისე როგორც ეხლა არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ევროკავშირი არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ იქნება სიღარიბე. სიღარიბე არის ვილნიუსშიც, რიგაშიც და ტალინშიც. ევროკავშირი არ ნიშნავს იმას, რომ ევლიავაზე რო დგას ძალიან საშუალო კვალიფიკაციის დურგალი, ის იპოვის სამსახურს პოლონეთში. ვერ იპოვის. იქ უფრო მაღალი კვალიფიკაცია დაჭირდება, ვიდრე მას ჭირდება საქართველოში. ევროკავშირი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიტანენ გამჭვირვალე სამართალწარმოებას, თავისუფალ სასამართლოს, ეს ჩვენ უნდა შევქონათ. ევროკავშირი არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოგცემს ჩვენ მაღალ პენსიებს და კარგ ჯანდაცვას. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენ ხალხს ეს ყველაფერი. ევროკავშირი ერთად არ არის პანაცეა. აი ჩვენ თუ ამას ჩვენ ხალხს ვეტყვით და მე მართლად ასტრაფად და დაჩქარებული ტემპებით და ვიღაცის ჯინაზე და ვიღაცის გასაღიზნად კი არა. გონივრულად ვიმოძრავებთ ევროპის მიმართულებით.
მაშინ ყველაფერი ნელ-ნელა თანდათან შეიძლება არა 5 წელიწადში, არა 6 წელიწადში შეიძლება იყოს ბატონებზე ვარაუდობს უფრო სწრაფადაც იყოს შეიძლება არც იყოს სწრაფად შესაძლებელია რომ სწრაფვა ევროკავშირისკენ შეიცვალოს სწრაფვა ევრაზიისკენ აი ამ ეხლა რა შეეხება ევრაზიას აი ამ გაერთიანებას ჩაანაცვლოს არის უბრალოდ არანაირი საფრთხე აქედან მხრიდან მე ვფიქრობ რომ არ არის მარტივი პრინციპის გამო ევრაზიული კავშირი ჯერ რაღაც კონცეფციების დონეზე რამდენიმე ადამიანის შეიძლება რაღაც ვთქვათ რუსი ექსპერტების ან სხვა ქვეყნების ექსპერტების თავში არის მომწიფებული ეს იდეა რომელიც მე ჯერ ვერსად ვერ წავიკითხე რა კონცეფცია ეს არ მინახავს ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება საბაჟო კავშირს იქ საქართველოს არც არავინ არ ეძახის იმიტომ რომ საქართველოს სამწუხაროდ ვერც იმ კავშირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს საქართველოს წერა ბატონებზე მახსენა ქართული ხილი მაშინ მადრიდში და ვენაში კი არა მოსკოვში ვერ შედის და ლენინგრადში და ეკატერინბურგში იმიტომ რომ იქ ბაზრებზე შედის აგრარულ ბაზრებზე მაგრამ იქაურ საერთოდ უცხოურ ქსელებში როგორც ერთად კარფორი ან აშანი იქ არ იღებენ იმიტომ რომ ძალიან დაბალია ხარისხი ისე რომ აქ ბევრად მეტი სამუშაო ექნება მაგალითად ჩვენი ხარისხის სულსასუნებლობის სამსახურებს ტექნიკურ სამსახურებს ვიდრე თქვა პოლიტიკოსებს აი ეს თუ ესე იქნება და პოლიტიზაცია ნაკლები იქნება უფრო მეტი ვიმუშავებთ ხარისხზე მეც ვიმუშავებთ კი ბატონო თუმცა ეს ეკონომიკური ფაქტორია ბატონიკა პოლიტიკურია საინტერესო ამ განვითარებაზე ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ვიმუშავებთ სასამართლოს დახვეწაზე ვიმუშავებთ სტრუქტურებზე ვიმუშავებთ, სოციალურ პროგრამებზე ვიმუშავებთ, აი ამ ყველაფერს ვიმუშავებთ და ნაკლებს ვილაპარაკებთ პოლიტიკაზე და რაღაც მეებზე, რა ქვია, ფანტომებზე. აი ეს შვიდად და კარგად უფრო კარგად გამოვასაქმე და ევროკავშირსაც უფრო დაინტერესებს ესეთ პარტნიორთან ურთიერთობა. კარგი, დიდი მადლობა. თქვენთანაც იგივე შეკითხვით გადმოვალ, რამდენად არის დაქვეითებული საზოგადოების სურვილი დღეს 2008 წლის შემდეგ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ანუ მიიღო თუ არა საზოგადოებამ, საქართველოს საზოგადოებამ იმედგაცრუება ბატონო ემზარ თქვენი აზრით და ამ იმედგაცრუებამ დაუქვეითა თუ არა სურვილი ქართულ ხალხს გაწევრიანდეს ევროკავშირში და შესაძლებელია თუ არა, თუ კი ესე ფიქრობთ რომ დაქვეითებულია ეს სურვილი, რომ ამ დაქვეითებულმა სურვილმა გამოიწვიოს თუნდაც თუ კი შესაძლებელი იქნება, თუ კი ჩამოყალიბდება ევრაზიული კავშირი, აი ასე ვთქვათ, ვექტორის სვლა ევროკავშირიდან ევრაზიისკენ. უბრალოდ გავლოსა მინდა მიულოთ ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას, იმ ხალხს მინდა მიულოთ, რომელსაც დიდი შრომა გაწიეს და დღევანდელი შედეგი მიიღეს. ეს მართლა დიდი დღეა ჩვენ ევროპული სტრუქტურების და ევროპული კანონმდებლობის და ევრობაზრის მოთხოვნების მიმართ ჰარმონიზაციის კუთხით დიდი ნაბიჯი გადავდგეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მინდა გითხრათ აპრიორი. არანაირი მეორე გზა არ არსებობს, იმიტომ კი არა ვირჩევ თუ არ ვირჩევ, ის გზა არ არსებობს. არავითარი მეორე რუსული გზა არ არსებობს. რუსეთი რომელიც თავისკენ ეკაჩება ბოდიშანს ეთქვის უკრაინას, იმავდროულად ახალ სადენს აკეთებს, რომ აფსაიჩი დატოვოს ამ ბიზნესიდან უკრაინა. ანუ რუსეთი აგდებს ყველაზე. მეორე გზა რუსეთისკენ არ არსებობს. ანუ უნდა იყო რუსეთის ნაწილი, რაც ალბათ წარმოუდგენელი ჩვენთვის, ან ის გაჩაჩანაკებს და გაქროს. ერთი გზა ქვეყანას, ზარე გზა ევროპისკენ. მე შეიძლება ადამიანმა მითხრას, რომ აი რა კარგი დრო იყო 27 ლარად მიფრინავდი მოსკოვში. თქვას მე ეგ რუსეთი არ არის, ეგ მოსკოვი არ არის. ბატონო მიზარ, ეს საზოგადოების განწყობაზე ყველაზე ძლიერი, ყველაზე სასტიკი იმპერია, რომელიც ოდესმე რუსული იმპერია ყოფილა ამ ქვეყანაზე. ამიტომ საქართველოს არა აქვს მეორე გზა, ევრაზიული კავშირი ეს არის მითი, აბსოლუტური ტყუილია თვითონ რო არჯერა და არ აწყობ თვითონ ყაზახეთთან არ აწყობ. იგივე მიმართება, იმიტომ რომ ყველგან რუსეთის სავაჭრო ბალანსი აქტივშია, საქართველოს არ აქვს სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს. ევროპისკენ მიმავალი გზა არის ძალიან რთული. ამის ესე გაუბრალება არ შეიძლება. ჩვენ ყველა წარმოგვიდგენია, რომ ხელმოწერაზეა რაღაც დამოკიდებული, პირიქით, რაც უფრო მომზადებული შევოთ ევროპაში, მით უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით ჩვენ. რუმინეთი მომზადებელი რო შევიდა, იმიტომ ამ სიტუაციაზე. უკაცრავად ჩაგეკითხოთ მინდა ბატონო ემზარ, თქვენ საუბრობთ ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და პოლიტიკურ ვექტორზე. მე საუბრობ ელემენტარული რიგითი მოქალაქის სურვილზე, რომელსაც თუნდაც გააქვს პროდუქტი რუსეთის ბაზარზე და რომლისთვისაც სასწორზე დგას, თქვათ და საშიშროება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ემბარგო გამოუცხადოს, მაშინ როდესაც უპერსპექტივო ევროპული ბაზარი აქვს, ისიც ძალიან შორეულ პერსპექტივაში. ამ თვალსაზრისით გეკითხებით, ანუ საზოგადოებაში განწყობა რამდენად შესაძლოა რომ შეიცვალოს. ბაზარი ბოლო წლებში შეახდა პერსპექტიული. ჩვენი ექსპორტის ტოლია ტრანსფერები მოსახლეობისა უცხოური ქვეყნებიდან, ანუ ფულს რო ვიცავ. თუმცა დღეს რუსული ბაზარი ღიაა და დახურულია ევროპის ბაზარი და ისიც უპერსპექტივაა თქვენვე საუბრობთ. ევროპული ბაზარი საერთოდ დახურული არ არის. ჩვენ ამ ვილაპარაკეთ რომ მესამედი ჩვენი ბრუნის
ევროპაზე მიდის, საკმაოდ სერიოზული მიღწევებია გაზო, სხვა სამრეწველო ნაწილში მარტო კიდევ და პომიდორზე ნურდი ჩავეციკლებით, მრეწველობის კუთხით საქართველოს სერიოზული გახსნილი ბაზარი აქვს, აზოტის ქარხანა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ მთლიანად რაც რამდენსაც შეუძლია აწარმოოს, იმდენს იყიდის ევროპა. ანუ ბევრ რამეში გვაქვს დადებითი მომენტები, ერთი რამის თქმა მინდა. მოსახლეობა ისწავლა ამ პირობებშიც კი გადაადგილდა საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ისინი არიან დასაქმებულები, ცუდად თუ კარგად ეს მეორე საკითხია და დღეს საქართველოში აგზავნიან ფულს და მათი გამოგზავნილი ფული ჩვენი საგადამტყელო ბალანსის მიხედვით არის ტოლი და უფრო მეტი ხშირად საექსპორტო ჩვენი ამონაგებიც. ანუ ქართული მოსახლეობა უკვე ისე არ ფიქრობს, როგორც ფიქრობდა ადრე, რატომ მათ ხელი შეახეს ევროპას, რასაც უწუნებენ. ეს არის თქვათ არა ისეთი უბრალო დამოკიდებულება, რომელიც ახსოვს მეზობელი რუსეთისგან, მაგრამ რეალურად ქართველებმა ევროპისგან ისწავლეს მუშაობაც, წესრიგიც, ბევრი რამე, მაგრამ ახლა საჭირო სერიოზული რეფორმირება ამ ქვეყნის. დღესვე არის საჭირო, რომ მოსახლეობა მხარე აუბოს მას. მოსახლეობა არ ფიქრობს მეორე გზაზე, იმიტომ რომ მეორე გზა რეალურად აღარ არსებობს. რუსეთზე არ არის, ეს არის მითი, მირაჟია, სერიოზული მირაჟი. ბელარუსის მაგალითი ნახეთ, უკრაინის მაგალითი ნახეთ. იგივე სომხეთის ეკონომიკა, ეს არის მირაჟი რეალური. რა თქმა უნდა, ევროპის მეორე გზა არის რთული და ეს უნდა მივიტანოთ ჩვენს მაყურებლებთან და აუხსნათ, რომ კარგი გზა, როგორც ყველაფერი კარგი, ესეც არის რთული და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი. არ გამოვა იმისა, რომ უბრალოდ ზედმეტი მოლოდინი ქონდეს და ერთ ადამიანის გადაწყვეტილება არ გადაწყვეტილებას იყოს და დამოკიდებული. ბევრი რამ გასაკეთებელია, დროზე გავაკეთებთ, საჭირონი გავხდებით, როგორც ცხოვრებაშია, მიგვიღებენ ევროკავშირში. საჭირონი არ გავხდებით, არ მიგვიღებენ. და კიდევ ერთ რამეს მინდა გავაკეთო, ნატო და ევროკავშირი ოდნავ განსხვავებული რამეა. ევროკავშირში ჩვენ მიგვიღებენ და რუსეთი ამისთვის ვენებს არ გადაიჭერს ბოლომდე, ნატო კიდე განსხვავებული თემაა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ კონცენტრაცია დღეს ევროკავშირის უნდა გავაკეთოთ და ეს უახლოესი მომავლის საკითხია თუ ჩვენ ამაზე დაველოდოთ მოვლენთა გავითარებას, რამდენად შეიძლება საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ესეთი იყო არგუმენტები დღეს დამშვიდობებით ჩემს სტუმრებს, ემზარ ჯგერენაიას, ნიკა ჩიტაძესა და ნიკა ლალიაშვილს. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. არგუმენტები ამით დასრულებულია. დაგველოდეთ ორ შაბათს ეთერში 23 საათზე კვლავ არგუმენტები იქნება, ასე რომ დროებით.